რომ დაუბრუნდა ამ შეხვედრას კითხვა სტამისვეს ამას დაკავშირებით ხალბატონმა ნინო ჭელიძემ მოგვიყევით გუშინ წერია, მაგრამ გუშინ დღეს გუშინ იყო შეხვედრა, მაგრამ იქამდე კიდე ერთ შეხვედრა იყო, რომელიც მნიშვნელოვანია, მარტო ამ ერთ შეხვედრაზე არ გეტყვით, საერთო სულისკვეთებაზე მოგახსენებთ. რამე კონკრეტულზე თუ გადავიდნენ პარტიები, სადაგრძელობის მოსმენა არ მინდა. ასეთი განწყობა აქვს ხალბატონ ნინოს, მე მესმის მისი, ბევრი მიზეზი არსებობს ასეთი განწყობის არსებობისთვის. მე მგონია, რომ ამ ბოლო რამოდენიმე შეხვედრაზე რაც მოხდა, ნაბიჯების გადაიდგა სწორი მიმართულებით არის მოლოდინების სწორად მართვა, როცა პოლიტიკური პარტიებთან გვაქვს საქმე გზავნილის თვალსაზრისით. ჩემი ღრმა რწმენა არის და ეს ამ კითხვის სულისკვეთებაც ამას მიუთითებს, რომ ბევრი მიზეზის გამო, რადგან ბევრჯერ გვისაუბრია და ახლა აღარ გავმეორდები ვცლად, პოლიტიკური პარტიებს ვერ ექნებათ ვერც ერთად, ვერც ცალ-ცალკე ამ ეტაპზე, წამყვანი როლი ამ პროტესტში. მათი ჩვენი სხვადასხვა მიზეზებით რეპუტაციის ძალის გამო და იმის გამო პირიქით როგორც იყენებს ხოლმე და ცდილობს გამოიყენოს ირმაშვილის რეჟიმი პოლიტიკური პარტიების აქტიურობა ან გამოჩენა წინა პლანზე ამ პროტესტზე მოქალაქეების ნაწილის მინიმუმ მე ვიტყოდი მნიშვნელოვანი ნაწილის დემოტივაციისთვის ხო რომ როგორც კი ეს პროტესტი ან რა მოძრაობა მოინათლება რომ ეს არის პარტიების ეს არ მუშაობს პროტესტის სასარგებლოდ და ამიტომ რა თქმა უნდა მეორე უკიდურესობა რომ პოლიტიკური პარტიები გაქრნენ ან არ იყვნენ მონაწილე და მაშინ ლეგიტიმური პრეტენზია ჩდება ხოლმე რომ რატო არ ჩანან პარტიები ამიტომ სწორი ბალანსის დაცვა არის ჩვენი ამოცანა მთელი საზოგადოების მე ვიტყოდი ვისაც ამ ქვეყანაში ცვლილება ხელისუფლების აუცილებლად მიაჩნია სახელმწიფოების და თავისუფლების დასაცავად ამ ვითარებაში და ეს სწორი ბალანსი არის პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა ამ პროტესტში აუცილებელი ოღონდ სწორედ იმ როლზე დამხმარის როლში ამ პროტესტის და სულისკვეთება ამ პარტიების შეკრებაზე ამისკენ იყო გადადგმული და არის ბოლო შეხვედრაზე სადაც რომელსაც თამარი ესწრებოდა ეს არის რის გარშემო ხდება დღეს კოორდინაცია და ეს არის სწორი მიმართულება მეორე რაც მინდოდა მე თქვა ამასთან კავშირში არის რომ რაც გვესმის ხოლმე ხშირად რომ ერთიანობა სურს საზოგადოების განსაკუთრებით ერთ ნაწილს და ამაზე ლაპარაკი რომ ერთიანობა პოლიტიკური პარტიებს შორის ასეთი განსაცდელის დროს მნიშვნელოვანი არის და აქაც ჩემი აზრით სწორი მიმართულებით იდგმება ნაბიჯები რომ რაშიც ერთიანობა მართლა არსებობს და რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ანუ საკვანძო მოთხოვნები პროტესტის პარტიების კი არა მხოლოდ პროტესტის მთლიანად პოლიტპარტიების განთავისუფლება მთავრობის გადადგომა ახალი არჩევნები და ახალი არჩევნები იმ პირობებით, რომელიც უზრუნველყოფს ან მნიშვნელოვნწილად განაპირობებს შემდეგი არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას, ეს არის და ამაზე არის სრული ერთიანობა. ანუ იმის მაგალითად რომ ამბავი იყოს რომ აი კიდევ ვერ შეთანხმდნენ, რაც ერთიანობა არ აქვს და იყოს მოწოდებები ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ისეთ საკითხებზე, რომელზეც ერთიანობა არ არის, მაგალითად რაც შერწყმა პარტიების და ეს პერიოდულად გვესმის ხოლმე ხო სხვა პოლიტიკური ლიდერებისგან ეს მოწოდებები, რომელიც შეიძლება რაღაც ნაწილს მათი მომხრეების ან პროტესტის რაღაც ნაწილს, მაგრამ უმცირესობას სიამოვნებს, რომ აი სწორ ამას მოუწოდებს, მაგრამ მე არის დიდი მედგაცრუება და ბრაზი, იმიტომ რომ ეს ვერ შედგება შერწყმა ერთ პარტიად და არის ამ რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოების საგრძნობი ნაწილი მე გავრისკავდი ვიტყოდი რომ უმრავლესობა საპროტესტოს მაგრამ რომც უმრავლესობა არ იყოს და საგრძნობი იყოს რომელსაც ისეთი მკვეთრი ნეგატიური წარმოდგენები აქვს ცალკეულ პარტიებზე ყველაზე თუ არა რომ ნებისმიერი შერწყმაზე საუბარი პირიქით ეფექტს იძლევა მოქალაქეების წარმოდგენაში და მათ мотиваციაში პროტესტში მონაწილეობა მიიღონ და მით უმეტეს იმ მოქალაქეების ვინც ჯერ არ არის ბოლომდე მიერთებული პროტესტთან არ აქვს მყარი პოზიცია და ყოფმანობს. ამიტომ ყველაფერს თავრუდავებოთ ისეთი ამოცანების დეკლარირება და მოწოდება რაღაც ნაწილი საზოგადოებისთვის მაყოფილების გამოსახატად ისე რომელიც მე ვერ დაგვირგვინდება გამოცხადებული შედეგით ანუ ამოცანის შესრულებით არის ბილად რო თქვა საზიანო და აი ამ ბოლო შეხვედრაზე ამ საკითხზეც თითქოს არის გადადგმული ნაბიჯი რომ ეს საკითხი მოიხსნება და პირიქით გზავნილი იქნება იმაზე რაზეც არსებობს ერთიანობა პროტესტის მოთხოვნებზე დახმარება პროტესტის პოლიტიკური პარტიების მხრიდან მათი რესურსით ადამიანური იქნება თუ ეს ცხელი ხაზის ორგანიზება თუ
იმ ტიპის შინაარსის მომზადება მასალების, რომელიც ამ პროტესტისთვის საკვები არის, ბუნებრივია სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობასთან ერთად და უამრავი ჯგუფია ესეთი აქტივისტების, რომლებიც ჩემი აზრით მთავარი საყრდენი არიან პროტესტის გასაგრძელებად, მაგრამ პარტიებმაც ამაში უნდა მიიღონ მონაწილეობა და აღარ იყოს იმ ტიპის გზავნილები, რომელიც გამორიცხავს კოორდინაციას, ანუ კოორდინაცია ისეთ თემებზე, რაც პროტესტს ეხმარება და მათ შორის რახან კონკრეტული კითხვა იყო გადავდივარ აი ბოლოს შეხვედრაზე, რაზეც იყო საუბარი, იყო კოორდინაციაზე საგარეო გზავნილის, იმ ამოცანის იქამდე გადაიდგა ნაბიჯი საერთო ბაზის შექმნისა იმ ადამიანების რეჟიმის წარმომადგენლების, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების, რომლებიც რეპრესიებში არიან ჩართული პრეზიდენტის ხოლგის ქვეშ, ჩვენ ფედერალისტები ამ მონაცემს იმ რესურსით, რაც გვაქვს, თავიდანვე ვაგროვებდით და ბუნებრივია ეს ინფორმაცია გადავეცით და ერთობლივი მუშაობა იმაზე, რომ ამ ადამიანების სანქცირება მოხდეს საქართველოს პარტნიორების მხრიდან და ამ მიმართულებით პირველი მსხვილი ნაბიჯი გადაიდგა ლიტვის, ესტონეთის, ლატვიის მხრიდან, ანუ არა მარტო მაღალი თანამდებობის პირების, ან ხელმძღვანელი პირების, არამედ იქ არის რამდენიმე ათეული, ლიტვის სია უფრო დიდია, მაგრამ ვლაპარაკობ სადაც 50 წარმომადგენელზე რეპრესიული აპარატის მათი ამ ეტაპზე ჯერ სამგზავრო სანქციები, მაგრამ სადაც შანსი იქნება და სადაც შესაძლებლობა იქნება იქ ეკონომიკური სანქციებიც უნდა მოყვეს ამას, ანუ ეს ამ მიმართულებებზე კოორდინაციაც პოლიტიკურ პარტიებს შორის აი ამ შეხვედრებზე დისკუსიის შედეგად შედგა და გაგრძელდა. კონკრეტული იდეა იყო თვითონ პრეზიდენტის მოსაზრება, რომ სიმბოლურ თარიღებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენ ისტორიაში და ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი თარიღი მოდის, ეს არის 31 მარტი, რეფერენდუმის დღე, როდესაც 35 წლის წინ საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა და რეფერენდუმი, რომელიც შედგა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სერიოზული დაპირისპირება იყო პოლიტიკურ კლასში, მმართველ კლასში, მრვალ მაგიდასა და მის ოპოზიციას შორის, რომელმაც შემდგომში ტრაგიკული შედეგები მოგვცა საქართველოსთვის ხელისუფლების ძალადობით შეცვლის სახით, მაგრამ მაშინ ამ საკითხზე იყო სრული ერთიანობა საზოგადოებაში, მათ შორის პოლიტიკური კლასის უდიდეს ნაწილში.